Ცეგი რა სჭირს ასეთი საქართველოს გადავსებული ციხეების პრობაციონერების ფონზე ევროპაში პირველი ადგილი და თუ ამას მივამატებთ ახლა ადმინისტრაციული წესით გზის გადაკეტვაზეც კი რომ ციხე შემოიღეს ამ რეჟიმის წარმომადგენლებმა ფაქტია რომ პირველ დღეებში დაკავებულების რიცხვიც კატასტროფულად დიდი იყო ერთი დღის პირობაზე მიუხედავად ამისა ამ ყველაფერმა პროტესტი მაინც არ გატეხა ხომ აი რატომ არის ასეთი ბევრი პატიმარი ამ ქვეყანაში არის თუ არა ეს პრობლემა და ეს ცვლილებები რაც ახლა არის პროტესტი და უდანაშაულო ხალხის დაკავება სისხლის სამართლით ფაქტობრივად ხშირად უწყობს თუ არა ხელს ამ მონაცემების ზრდას მინიმუმ და საერთაშორისო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის იმიჯის ისედაც ცნობილის ბოლო დროს სამწუხაროდ კიდევ უფრო გამყარებას ჩვენი ქვეყნის იმიჯზე ცალკეულ ლაპარაკობთ ამისთან რამე უბრალოდ აღარ აგვაქვს ჩვენ ნამდვილად კი ბატონო რა ჭირს საქართველოსო და საქართველოს ჭირს ის რომ ის კლეპტოკრატიული დიქტატურის პირობებში ცხოვრობს და დიქტატურა მით უმეტეს კლეპტოკრატიული და ამას მე განმარტავ ნიშნავს იმას რომ დიქტატურის მესეურებს დიქტატორს და მის ახლო გარემოცვას ცხადია რომ არ უნდა ძალაუფლების დათმობა არა უბრალოდ იმიტომ ახლა უკვე რომ ასე თქვა ძალაუფლება გაუთქვათ არამედ იმიტომ რომ ამ ძალაუფლების დაკარგვა მათთვის იქნება ძალიან უარყოფითი შედეგების მომტანი იმდენი იპარეს იმდენი ადამიანის უფლებები გათელეს ფეხქვეშ იმდენი დააშავეს იმდენად დაამხეს კონსტიტუცია და სამართლის უზენაესობა ამ ქვეყანაში რომ სხვა გზა აღარ აქვს გარდა იმისა რომ როგორმე შეინარჩუნონ ძალაუფლება და ძალაუფლება რომ შეინარჩუნონ ამისთვის ადამიანები უნდა დააშინონ ადამიანები რომ დააშინონ ამისათვის ისინი უნდა დაიჭირონ რაც შეიძლება მეტი იმიტომ რომ ეს იყოს მაგალითი მათთვის ვინც არ დაიჭირეს მაგრამ მათ ერთი რამე ავიწყდებათ ისეთ რამეზე ასე თქვათ შელახეს უკვე ჩვენი თავმოყარეობა, ჩვენი უფლებები, ჩვენი ეროვნული ღირსება და ასე შემდეგ ჩვენ უბრალოდ ამისი აღარ გვეშინია. იმიტომ რომ როდესაც 35 წლის განმავლობაში ვიგემეთ თავისუფლების ფასი ჩვენ ტოტალიტარული საბჭოთა კავშირის დროსაც საკმარისად უდრეკი ხალხი ვიყავით. გაიხსენეთ ჩვენი გამოსვლები ზოგჯერ პირდაპირ დამოუკიდებლობის მოთხოვნით უფრო ადრე რაღაც სხვა მოთხოვნებით, მაგრამ შეფარული ეროვნული მოძრაობა იყო ისიც. თუნდაც 1956 წელი და ეხლა მით უმეტეს მათ მერე რაც დამოუკიდებლობა შევიგზავნით, რაც რაღაცა გარკვეულ პერიოდებში თავაწეულები დავდიოდით ელემენტარულად რა თავაწეულები დავდიოდით სოფლიოში იმიტომ რომ ქონდა აღმოსავლეთის რეგიონში ჩვენს უფრო ფართო რეგიონში სიტყვით ერთ-ერთი წარმატებული დემოკრატიის იმიჯი და ეხლა რა თქმა უნდა არ გვინდა რომ ასე თქვა სოფლიოში გვიყურებდნენ როგორც ვიღაცებს რომლებსაც მართავს რაღაცა კლეპტოკრატიული ხროვა აი ამისი შეგრძნება და ამასთან შეგუება ჩვენ არ შეგვიძლია მით უმეტეს კარგავთ ქვეყნის დამოუკიდებლობა მის სუვერენიტეტს მის ეროვნულ მეს და იდენტობას იმიტომ რომ რეალურად უნდათ რომ ჩაგვაბარონ ელემენტარულად მიგვართვან ლანგარზე პუტინის ამასთან შეგუება არის შეუძლებელი. კი ბატონო, ამ ფონზე პატიმრების რიცხვის ლიდერობა, ასევე პრობაციონერთა რიცხვი მეორე ადგილზე. ამას თუ ჩვენ დავაკვირდებით, რეჟიმი სხვადასხვა დროს იყენებს ხოლმე სათავისოდ, არა მარტო სოციალურად დაუცველ ადამიანებს, არამედ პრობაციონერებსაც, იმისთვის რომ შიშით რომ სოციალურად დაუცველებს არ წაართვას სოციალური დახმარება და შიშით ეს მე არ მომიგონია ხომ ეს არის ძალიან გაცხადებული ბრალდებები, რომელიც თვითონ ასეთი მოწყვლადი ხალხის მხრიდან მოდის ხოლმე არჩევნების წინ რომ ისინი დააშინეს იმით რომ წაართმევენ სოციალურ დახმარებას. იგივე პრობაციონერების გამოყენება ასეთი ასე ვთქვათ წინასაარჩევნო მიზნებით. ანუ ეს ამბობს თუ არა ეს რიცხვი რამეს გარდა იმისა რომ რიცხვია ამის თქმა მინდა. ამბობს იმას რომ მათ უნდათ რომ მანიპულირება მოახდინონ საზოგადოების ასე ვთქვათ ოჯახების მათი შვილების ან პირდაპირ ციხეში ჩაყრეთ
ან რაღაცა პირობითად გარეთ იქნები და ასე თქვა ჩემი სრულებ რაღაცა გარკვეულნებად. გარეთაც ჭირდებათ ადამიანები რაღაცნაირად ყურებით დაჭერილები იმისათვის რომ გააკეთებინონ ის რაც უნდა თქვა პოლიტიკური მიზნებისთვის. ვიღაცას დახვდნენ თქვა ჩასაფრება მოუწყონ და იძალადონ მათზე და რაღაცა სხვა ათასნაირი ეს ტიტუშკები აბა ეხა რა თქვა გონიათ რომ ფულს უხდიან ყველას უმრავლესობას ფულს კი არ უხდიან არ შეასრულებს და წავალ ციხეში იმიტომ რომ პრობაციონერია აი ეს არის წინამძღოლში ეხა თქვენ ციფრები ახსენეთ ევროპის საბჭოში დაახლოებით 100,000 კაცზე საშუალო მაჩვენებელი ევროპის საბჭოს ქვეყნებში არის 117 პატიმარი ყოველ 100,000 კაცზე ჩვენთან ზოგი მომასწრებელი 236 ზოგი 257 ან ორჯერ და უფრო მეჯერ ანუ მეტია ჩვენთან ვიდრე საშუალოდ ევროპაში ხა თურქეთში უფრო მეტია მაგრამ ნუ ეს ჩვენ არაფრით არ გვანუგეშებს არა ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე ყოფნა რა ვითომ რით არის ხა უკეთესი ხო აქედან გამომდინარე ეს არის ასე თქვათ კიდევ მეორე ბერკეტი, მძლავრი ბერკეტი იმისთვის, რომ ადამიანები ყავდეთ მორჩილებაში. კი ბატონო, ახლა ცვლილებები ამასთან დაკავშირებით გავყვეთ ამ ასე ვთქვათ ხასსაც, ვიდრე მოსამართლეებამდე მივალთ და კორუფციამდე, რომელიც თქვენ ახსენეთ, არასრულწლოვნები, 10 წლის ბავშვები და კანონში ცვლილებები, ძალიან ბევრი მშობელი ირგვლივ წუხს ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ აფასებთ ამ ცვლილებას? მე ძალიან კარგად მახსოვს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიღება, იმიტომ რომ მე ასე ვთქვათ უშუალოდ მონაწილეობდი ამაში. და იმისი არ იყოს როგორც ავაწეულები დავდიოდით მეთქი რომ ამბობდი ზოგადად კი არა ამ კონკრეტულ შემთხვევაში იმიტომ რომ რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი იქნა მიღებული ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით ასე შემდეგ და ასე შემდეგ განრიდების და ასე თქვა სავალდებულო განრიდების სავალდებულო პირობა რომ პირველ რიგში ეს უნდა გააკეთო როდესაც არასრულწლოვანთან გაქვს საქმე 21 წლამდე ასაკის ადამიანს თუმცა სრულწლოვანს იმაზეც ასევე ვრცელდებოდა ასე ვთქვათ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ეს ლიბერალური კოდექსი და საწავედა ეს ყველაფერი გადაიყარა წყალში უფრო მეტიც ახლა გეუბნებიან რომ 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვი სადღაც რაღაცა სახლი დაარქვეს არ ვიცი რა ტერმინი მოიგონეს ეხლა რითაა განსხვავებული ციხიდან პრაქტიკულად არაფრით ისეთივე საშინელება იქნება ბავშვისთვის და უბრალოდ მისი ცხოვრების დამანგრეველი როგორც ჩვეულებრივი ციხე ანუ ფაქტობრივად იჭერა 10 წლის ბავშვს სპეციალურ დაწესებულებაში აქტიურად იდეიურად შეიძლება არა მაგრამ დე ფაქტო აი პროცედურულად ყოველ შემთხვევაში მათ მოახდინეს კრიმინალიზაციის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის დაწევა 10 წლამდე ეს არის გაუგონარი ამბავი გაუგონარი ამბავია. თავის დროზე ყველანი აღშფოთებულები ვიყავით, როდესაც 12 წლამდე იყო გათვალისწინებული ამასაკის დაწევა და მე შეიცვალა ეს. ხო, გარდა ამისა, ჩვენ დღეს ვიგებთ მოსამართლეების შესახებ, სასამართლოების შესახებ შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ჩვენ ამაზე ბლენერებს ცვლად ვისაუბრებთ, მაგრამ იუსტიციის საბჭო იმყარებს პოზიციებს და კიდევ უფრო დახურული ხდება პროცესი და ვისაც უნდა საქმეს იმას მისცემს, აღარ არის ელექტრონული განაზრების პრინციპი და ასე შემდგომ. აქ რაღაცნაირი ეჭვიანობის თემა ხომ არ არის ივანიშვილსა და სასამართლოს კლანს შორის თუ რაშია საქმე? არა, ეჭვიანობა აქ არ არის. ივანიშვილმა საერთოდ იმით დაიწყო, რომ სასამართლო ჩაიგდო ხელში. და ხელში ჩაიგდო იმით, რომ კორუმპირებული ჩინჩალაძე მურუსიძის კლანი და მე არ ვამბობ, რომ ესენი კორუმპირებულები არიან. ამას ამბობს შეერთებული შტატების და
გაერთიანებული სამეფოს სიტყვით სანქციები, ხო? როცა მისცა სრული კარტ ბლანში, რომ აი ეს ყველაფერი რაც გინდათ გააკეთეთ. იყო რაღაც პერიოდი, რომ ეს კარტ ბლანში იყო რაღაცა კულუარული ხასიათის. ანუ ვითომ გარეგნულად რაღაც რეფორმები მიდიოდა. და იყო მართლაც ეს მართლმსაჯულების რეფორმის სამტალღაში ძალიან ბევრი კარგი რაღაცა იყო ჩადებული თავი დროზე ამას კი რაღაცნაირად ირონიით და ზოგჯერ დამცინავად უყურებდნენ ხოლმე რაც სავსებით უსამართლო რამ არის იმიტომ რომ ამ ბოლო წლების განმავლობაში რამდენი რაღაცაც გააუქმეს იმაზე მეტყოლებს რომ გასაუქმებელი ბევრი კონდათ იმ რეფორმის შემდეგ და ერთ-ერთი რაც გააუქმეს იყო ის რაც ასევე იყო ამ რეფორმების ტალღების ერთ-ერთი მთავარი ასე თქვათ პროგრესული ინიციატივა რომ საქმეები უნდა განაწილებულიყო შერჩევით ავტომატურად ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ამისი კომპრომეტაცია თავიდანვე გააკეთეს გარკვეულწილად, როდესაც კანონში ეს კი ეწერა, მაგრამ მერე თვითონ იუსტიციის საბჭოში მოიგონეს რაღაცა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რითაც ეს ყველაფერი შეზღუდეს, მაგრამ ასე თუ ისე ეს ცუდად, მაგრამ ეს პრინციპი მუშაობდა. ეხლა ფაქტიურად ამას აუქმებენ, აი ამ მორიგი, ასე თქვათ, ინიციატივით, სხვა იმაზე რო არაფერი თქვათ, რომ უკვე იმდენად ერთპიროვნული უფლებამოსილებები მიანიჭეს იუსტიციის საბჭოს, იუსტიციის საბჭო კი თქვათ წყალებში კოლეგიალური ორგანოა, მაგრამ ამ კოლეგიალურ ორგანოს სინამდვილეში მურუსი დედა ჭინჭალაძე მართავენ და ფაქტიურად აი ეს არის რა ქვია. კი ბატონო. ასე დუმვირატი განაგებს თელ სასამართლოს. აი ეს ხდება სინამდვილეში რა აბსოლუტურად ნიველირება პროფანაცია და სრული ასე თქვათ გაუქმება ყველანაირი რეფორმების რაც მათ შორის ამ ხელისუფლების პირობებშიც ივანიშვილის ხელისუფლების სათავეში მოსვლიდან პირველ წლებში ყოველ შემთხვევაში ხორციელდებოდა. კი ბატონო და სანქციები ვახსენეთ ჩვენ კლანთან დაკავშირებით ეს არის ყველაზე მტკივნეული თემა აღმოჩნდა რეჟიმისთვის ამასთან დაკავშირებით ახალი ბრალიც კი წაუყენეს ყველა პოლიტიკოს და გარდა ამისა ძალიან გაღიზიანდნენ დღეს იბიპის წერილი როცა გახდა ცნობილი რომელიც ევროკომისიას მიუთითებს რომ საქართველოს სანქციების თავის არიდების შუაგულშია სქემების ფაქტობრივად და ამისთვის იმსახურებს სანქციებს ამ ნაწილში ივანიშვილის წერილსაც ნახავდით რომელიც გამოქვეყნდა ყოველ შემთხვევაში მისი ადვოკატის წერილი რომელიც მისი გახმოვანებაა ცალსახად ფულთან დაკავშირებით და სასამართლოსთან დაკავშირებით გუშინდელიდან მოყოლებული კეთდება განმარტებები არის თუ არა სანქციები ერთადერთი რასაც ივანიშვილი მიუხედავად რიტორიკისა ითვალისწინებს თუ არა? არ ვიცი რას გაითვალისწინებს, მაგრამ მტკივნეულად რომ მოხდა ეს ამბავი, მას ეს არის ფაქტი. და მოდიან უმოხდება დაახლოებით 2 მილიარდი, ასე თქვათ, მან და მისმა ოჯახმა ამ სანქციების შედეგად მარტო ამერიკული სანქციებისგან. წმინდა ეკონომიკური სანქციები მარტო შეერთებულ შტატებს აქვს. დადებული, დაკისრებული, მაგრამ შეერთებული შტატები სიმათ რო თქვა სიტყვა მარტო ცოტა არ იყოს სასაცილოა, იმიტომ რომ უზარმაზარი, ასე თქვათ, ბერკეტები გააჩნია ამ სუპერ სახელმწიფოს, მათ შორის ეკონომიკური სანქციების და მეორადი თუ გნებათ კიდე პლუს სანქციების აღსრულების კუთხით. აქედან გამომდინარე, რა შეასრულებს, რას არა, ეს არ ვიცი. მაგრამ ნამდვილად ეს მასზე მოქმედებს. ისევე როგორც აი ახლა ძალიან მალე ევროკავშირმა კი ვერ მოახერხა ვერაფერზე ამ ეკონომიკურ სანქციებთან დაკავშირებით ვერაფერზე შეთანხმება, იმიტომ რომ იქ მოგხსენებათ, რომ მეხუთე კოლონა არის უნგრეთის და სლოვაკეთის სახით, მაგრამ აი ვიზებთან დაკავშირებით და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით სულ მალე გამოხდება ის, რაც ისედაც ყველამ უკვე კარგად ვიცით, რომ ქართული ოცნების მესვეურებს საკმარისად ბევრ მათგანს პარლამენტარებს, თავრობის წევრებს და ასე შემდეგ და ფაქტიურად ყველას ვისაც დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი გააჩნია, ყველაზე გავრცელდება ეს შეჩერების მექანიზმი. ფული ბევრი აქვთ ნაპარი და ამ ფულს ფული იმისთვის გინდა რომ
რომ დახარჯო. ხო და აბასად დახარჯავენ ახლა. დიდი წავიდნენ სადღაც მახლობელ აღმოსავლეთში, ან ჩრდილოეთში. რაც შეეხება დასავლეთს, აი იქ ვეღარ წავლენ. ამიტომ ეს ყველაფერი ხვდება გულზე ცხადია. კი ბატონო, კორუფციას მასშტაბებს ჩვენ ალბათ ჯერ კიდევ ვერ ხვდებით, ვერ ვზომავთ უბრალოდ რამდენად დიდია ის. ჩვენ ყოველდღიურად კი გვეუბნებიან ნაწილ-ნაწილ იმის შესახებ, რასაც თუნდაც საერთაშორისო გამჭვირვალობა ძლები აყვება, ან ჟურნალისტური გამოძიებები ძლები აყვებიან ჟურნალისტები. თითქოს ახლა გამოფხიზლდა ქართული ოცნება, თითქოს აქამდე ივანიშვილმა ყველაფერი არ იცოდა. დღეს თქვენ გქონდათ სია განაახლეთ საერთაშორისო გამჭვირვალობამ და ამატეთ 15 ფაქტი 270 იყო 271 271 მაღალი დონის კორუფციული შემთხვევები. რაზეც თქვენ მუდმივად საუბრობთ ამათი წლის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს არის 40 პარლამენტარი დაახლოებით ამდენი მთავრობის წევრი 20 მოსამართლე 71 თუ 12 მუნიციპალური ასე თქვათ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მესვეურები მთლიანობაში 227 მაღალი თანამდებობის პირი არის ეჭმიტანილი კორუფციაში. ამას უკვე აღარ ქვია უბრალოდ კორუფცია, ამას ქვია კლეპტოკრატია. როდესაც ხელისუფლებაში მყოფი პირები ამ ხელისუფლებას იმისთვის იყენებენ, რომ ყლიფონ ქვეყანა და ძარცვონ ეს ქვეყანა. მარტო ღარიბაშვილის და იმის რა ქვია, რა გვარია ეს ბურჯულაძე? ლილუაშვილი? არა, მისი მინისტრი თავდაცვის. ბურჯულაძე ხო გოდიში. მარტო ეს მეტყოლებს ამ კლეპტოკრატიაზე ყველაფერს სხვას რო თავი დავანებოთ, იმიტომ რომ ეს კაცი წლების განმავლობაში ორჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, პლუს კიდე თავდაცვის მინისტრი, პლუს კიდე შინაგან საქმეთა მინისტრი და თურმე უპარია მილიონები. ეს რაც თვითონ თქვეს და აღიარეს და რაც არ თქვეს და არ აღიარეს და რაც თქვათ იგივე ლილუაშვილთან დაკავშირებით კონკრეტულად ჯერ არაფერი უთქვამ. ეს ყველაფერი ზუსტად ამაზე მეტყოლებს. ეს მაღალი ეშელონების ხალხი ზის და ჭამს ამ ქვეყანას. ამას ქვია ზუსტად კლეპტოკრატია. ეს არ არის კორუფცია უკვე. კორუფცია არის, როდესაც თუნდაც შეიძლება იყოს სისტემური კორუფცია, მაგრამ ეს მაინც არ არის ის, რაც ზევიდან უკვე მთლიანობაში, ასე თქვათ, იძარცვება ქვეყანა. აი, ამას შეასაკ. კი ბატონო, და არ გვიხსენებია ფარცხალაძე, რომელსაც ვნახეთ, როგორ გადაეფარა მთელი სახელმწიფო სისტემა თავის დროზე, როცა შეერთებული შტატებიდან მოვიდა მასზე სანქციები და აღმოჩნდა აგერ რომ მართალი ყოფილა ბჭყალებში deep state-ი როგორც თვითონ ეძახიან. და საინტერესოა ეროვნული ბანკის თავმჯდომარეს პრეზიდენტს რა პასუხი აქვს ამასთან დაკავშირებით, როდესაც სპეციალური რაღაცა ბრძანება გამოსცა იმისათვის, რომ ეს საერთაშორისო სანქციები არ აღსრულებულიყო აი პირადად ფარცხალაძის მიმართ. იქ საქართველოს მოქალაქე ეწერა, მაგრამ იმდენად მეორე დღეს გამოსცა ეს ფარცხალაძის დასანქცირებია, რომ პირდაპირ გვარი ფარცხალაძე რო ჩაეწერათ, არ იქნებოდა, ასე ვთქვათ, არ იქნებოდა ზედმეტი და რეალობას აცდენილია. დიდი მადლობა სანდრო ბარამიძეს. ერთადერთი მე მასულ გეკითხებით ამას. თქვენ მეთოდური მიდგომა, რომელიც დაგვიანონსეს, ეს რამდენად დაამწყდებს ახლა ამ პროტესტ სახლში, რასაც ძალიან დიდი ხანია უცნებობს რეჟიმი. ვერ გავიგე. მეთოდური მიდგომა დაგვიანონსა ბატონმა კობახიძემ ეს სამცვლელებების შემდგომ მეორე დღესვე 4 ოქტომბრიდან მალევე და გითხრა რომ მეთოდური მიდგომით რუსთაველიდან ხალხს ალაგმავდნენ და პროტესტ შეიყვანდნენ სახლში. ჯერჯერობით ეს მეთოდური მიდგომა არ ჭირს როგორც ხედავთ. არაფერმა არ გაჭირა. აგერც თქვენ დაიწყეთ ეს გადაცემა იმითი რომ ახლა უკვე ისევ ჯარიმებს დაუბრუნდენო. ჯერ ხო თქვენ ჯარიმები არ იყო ეფექტურიო და ამიტომ ახლა დაგიჭერთ ყველასო. რომ დაიჭირეს რაღაცა დაახლოებით 100-ზე მეტი კაცი მგონი, მე აღმოაჩინეს რომ ციხეების გადატვირთულია. გდანის ციხეში ადგილების რაოდენობაზე 500-ზე მეტი ადამიანია ისედაც. ნუ ახლა იზოლატორ
ცხოვრებით ცალკე კიდე გადატვირთულია. აქ დაჭერილი კაცი სადღაც ფოთში თუ სულას მესტიაში მიიღავთ, ბაკურიანზე რო არაფერი ვთქვათ, მაინც უფრო ახლოს არის. და ახლა რა მეთოდური, რო თურმე ისევ ფინანსურს რო დაუბრუნდნენ, რომელიც თურმე არაეფექტურია და არ აღსრულდება. აი მაგათი მეთოდური მიდგომა.